თუ კი აქით მოვხვდები, აქ რომ არ შემოვიარო, ისი არაფრით არ იქნება. ძალიან კაი ბაზარია, თელავის ბაზარი ყველა მიცის. ისეთ გუდის ყველს როგორც აქ იყიდი, იშვიათად რომ სადმე ნახო. აგერ ღანძილით მოსულა. აი როგორ თქვა, მითუდებთ პარკებით. ბევრი. ქორფაკია და კაი გადასარევი. მეტიც უნდა ღირდეს, ისეთი ძნელი მოსაძებნია ალბათ. არაზრუს მომიკრეფია, მაგრამ საშინელი ამოსაღებია მიწიდან. ძნელია. ძველი ბებუ აქვს, რამდენიმე ასაკიანი ქალბატონის, ძალიან საყვარელი, კარგი თესლები აქვს, ძალიან. შენახული ჯერ კიდევ ამ ახლო-მახლოს ყვარლელი ვალო მითხრა და ნახოთ აბა რეები აქვს. ვისი მოყვანილია? ლიასი. ლია რა გვარია? გურასპიშვილი. გურასპიშვილი ლია. დიახ. ყვარლიდან. ყვარლიდან. თქვენი რძალია? დიახ. ჩემი რძალია. თქვენ სანდო ხართ? აქ რამდენი წელია? აუცილებლად 35 წელია აქ მუშაობ. ვა. მართლაც. სუსუნელებზე და ამ ყველაფერზე. სოფლის პროდუქტი, ყველაფერი. და კარგია. ეს კაი, რაჯი იმაზე რა მითხარით ერთი სახელი თქვით, რაღაცა რომელიც სუსამბარი. რომელიც ქვია ეგა? რეხანის მეორე, რეხანსად მუქი ფოთოლი და სუსამბარს მწვანე ფოთოლი. ო, შაშპლავი ესე იგი. შაშპლავი, ეგ არ ვიცოდი. სუსამბარი კაი სახელია. დიდი მადლობა. კახელი ბრძანდები? დიახ. ეს რა ლობიოა, მამი და ლობიო რას ნიშნავს? რას ნიშნავს ამდრეთ არ ვიცი, მაგრამ დაბალია ყველაზე გემრიელი ლობიოა წვანეთ. წვანეთ ვარგა. კი. მარცვალიც კაია თუ მარტო მწვანე? მარცვალიც კარგია, მაგრამ წwaniერი განსაკუთრებით კარგი. რომელი სოფლებიდან მოდის თქვენთან პროდუქტები? ახმეტის რაიონის სოფლებიდან. რომელი სოფლებიდან? ქრისტაური, თელავის რაიონიდან ვარდისუბანი, რუისპირი, მიხალთო, აქეთ კონდოლი. ლობიო ვიპოვნი ახალია, ეს ძალიან ძირფასი. ვიპოვნე და გამიხარდა ეს. იმიტომ კი არა რომ ფულს მივიღებდი. თქვენ დაგისტუმრეთ. მე გამისტორდა ნამდვილად. კი შევი ამ ქალებს, რას მეფერო? თუმცა რვაწლის ვერა რახავთ საქართველოში ჩემი ასაკის ადამიანს ესეთი სამშობლოს მოყვარს. ისე მტკივა გული. აი პირველ კლასიდან რაც მისწავლია ქართული, რუსული, ემწუთში ყველაფერი ვიციზებია. მართლა? ლექსებიც გახსოვთ? ლექსები. ილია მეორე მოთქვა რომ ვინც ერთ ტყავილი მიწას გაყიდის, თავის დედას აყიდის ესე იგი. კი, სწორად უთქვამს. სწორად. ძალიან საყვარელი ხარ, ძალიან. ყავთ შვილიშვილები? ერთი შვილი მყავს 65 წლის და შვილიშვილი როგორი მყავს იცი? როგორი? განა თელომიკერნოიეროს საქართველოს. შულებრივად ძალიან კაი ქართულით ლაპარაკობთ, წმინდა ქართულით. ეგეც დაკარგულია ეხლა, ეგრე ხო არ არის? სამწუხაროდ. სად გაიზარდეთ თქვენა? ვის ოჯახში გაიზარდეთ? სოფელ ფშავაში გაიზარდი. დედა მყავდა მაისურაძე, მამამ ჭედიშვილი. რა ხალხია? კახელები არიან? კი, სადღარიან კახელები. იყვნენ. კახური ოჯახი იყო. როგორ ცხოვრობდნენ თქვენი მშობლები? როგორი ცხოვრებით? საშუალოდ ეხლა უკმაყური არ გვიჭირდა, მაგრამ სოფლის სკოლებაზე არა გვიშალდა. განათლება ყველა მივიღეთ დაძმებმა. ეგ არ არის მთავარი. თქვენი სახელი გვიბრძანეთ, ბატონო? მერაბი. გვარიც გითხარით? უთურგაიძე. უთურგაიძე. თუში ბრძანდები? კი. გიშველოთ ღმერთმა და გაგახაროთ. ბარაკა მოგწევთ. ღმერთმა გაგამრავლოთ. თქვენი ნაშრომია თუ ყიდულობთ კიდეც? ზოგი ჯამაგირიშია და ზოგს კიდევ ყიდულობ ყიდი მერე. რა საყიდი ხოლმე? ცხვრის ყველს, ძროხის ყველს, რა ვიცი. რაც მომხდება. თიდან რომ ჩამოვალ, რაც არის იმას გავყიდ, წამოვიღებ და თუშეთიდან, თუშურ ყველს. რასთან ერთად მიირთმევთ თუშური ყველი, რასთან ერთად იჭმება? პამიდორი გინდა, ჩაი. რა ვიზოგი სუპსა და იმასაც კი ატას. აბა რა ვიცი, ვის როგორ. საერთოდ თუშური ყველი სოფლიოში განთქმულია. ხო? კი. ითო მეტეს გუდისები მაქვს მე, ტყავის გუდა, ცელოფანი არა. რას ამბობ? შემოდგომაზეც მე მგონი ტონას ჩამოვიდა.
ამდენს? Mhm. როგორ უნდა გიპოვნონ რომ მოვლენ თელავის ბაზარში? ყვახი უნდა იკითხო. ყვახე? ეგრე როგორ ვიკითხოთ, შევხვდება? არა. ბალღობის სახელია და ზედმეტ სახელით უფრო იცნობია ხალხს. კახეთში ხო იცი. ზედმეტ სახელი ყოველთვის პოპულარულია. ეს რა გიკიდიათ აქ? ეს არის ხორცეული სანელი ქონდა. რა კაი პაპა ხარ, ლამაზი. 71 წლისა ვარ. შენ ყაურმას ჩაშუშურს. მაგებს უხდება გახსენით? რა არის ესა? მე არ ვიცი. ეს არ ვიცი მე. აბა გემოგასინჯეთ, დაკვნიტეთ. ხო და რა არის? ემას ვეძახით ჩვენ წყალქონდარას. ყალ გქონდა. ო, რა კაია. ველურია, ხო? კი. უი, რა ქონია აგერ ბებოს შეხედე ერთი. დამბალხაჭო. დამბალხაჭოც ქონია. აი თელავის ბაზარში რა სარიპოვის კაცი. საიდან მცენდები? თბილისიდან ჩამოვედი თქვენს გასაცნობა. ძალიან გაგახარა ღმერთმაში. საყვარელი და ლამაზი ხარ. ბაბუშკა ვარ რა. არა, ლამაზი ხარ. ლამაზი ფერები გაცვიათ, ის ფერები. ძალათვი ახალგაზრდა ვარ. არ გჭირდება, ძალიან ლამაზი ხარ და კარგი ხარ. გამარჯობა.